ცნობილი ფეხბურთელის გიორგი დემეტრაძის ადვოკატები საქართველოს პროკურატურას სტრასბურგში უჩივიან. დემეტრაძის ადვოკატ მარიკა ფხალაძის განმარტებით, საგამოძიებო უწყებები ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვის საშუალებას არ აძლევენ. მისი თქმით, დემეტრაძე ფაქტობრივად დაცვის გარეშეა. მიუხედავად არაერთ გზის მოთხოვნისა და არაერთი საჩივრისა, საქმის მასალებს ადვოკატები ამ დრომდე ვერ ეცნობიან. ასევე უცნობია თუ რა ეტაპზეა გამოძიება ან რა სამხილებს ეყრდნობა ის. შეგახსენებთ, გიორგი დემეტრაძე ქურთული სამყაროს წევრობის ბრალდებით 7 ივლისს დააკავეს. ამჟამად ფეხბურთელი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, რომლის ვადა 7 სექტემბერს იწურება. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ბელგიის გუნდს დაუპირისპირდა. თამაში 23 ქულიანის ხვაობით 63-86 ბელგიის ნაკრების სასარგებლო დასრულდა. შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა. ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მეექვსე შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მუხლის ტრავმის მიუხედავად ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულიაც თამაშობდა. ხუთი დღეა რაც ვიტესის მფლობელი გახდა და უკვე პირველი შენაძენიც გააკეთა გიორგი ჭანტურია. ამას გარდა ჰოლანდიური პრესის ცნობით ვიტესი კახი კალაძესთან დაკავშირებით მილანთან მოლაპარაკებას უკვე აწარმოებს. როგორც ცნობილია, კალაძე ბოლო დროს მილანში ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. სულ ცოტა ხნის წინ მისი შეძენის სურვილი ტურინის იუვენტუსმა გამოთქვა. თუმცა რას გადაწყვეტს ჩვენი ნაკრების კაპიტანი ამ დრომდე უცნობია. რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას, შეგახსენებთ, ის იჭარით ბარსელონას რანგით მეოთხე გუნდ ჟუვენილში თამაშობდა, შემდეგ მისი გადასვლა ლონდონის ჩელსის დუბლებში გადაწყდა, თუმცა ახლა ვიტესის წევრია. პროკურატურის შესვლა არ არის რიგით შემოწმება, ცხადია, თავდაპირველად ამოწევს კონტროლის პალატა, ჩემ დროს იყო კონტროლის პალატის შემოწმებები. ასე ვთქვათ, უფრო ძველ პერიოდთან ჰქონდათ მათ პრეტენზიები, მაგრამ ისეთი უფრო ბოლო დროინდელ პერიოდთან რაღაც არსებითი და მნიშვნელოვანი არ მახსოვს. რა კი ბატონმა დიმიტრი შაშკინმა გადაწყვეტილება მიიღო, ალბათ მან აღმოაჩინა რაღაც ისეთი, რაც ასეთი ტიპის რეაგირებას საჭიროებდა, მაგრამ მე ამის შესახებ არაფერი არ ვიცი. მოძრაობა სამართლიანი საქართველო პროდუქტებისა და პურის ფასის ზრდას გამოეხმაურა. პეტრე მამრაძის განმარტებით, ხელისუფლების მიერ ყველანაირი იმპორტი კონტროლდება და პურზე ფასის ზრდაც ხელოვნურია. მოძრაობა სამართლიანი საქართველოს წევრმა საზოგადოებას ხელისუფლების მონოპოლიური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა. გაცილებით უფრო დიდი ძირითად წამლები. ცალკე არის რაც ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოატყუა ჩვენი ხალხი, ჩვენ ყველანი გამოცხადდა, რომ პურზე ფასები ჯერ არ გაძვირდებოდა, რომ ეს მოსაოდნელი იყო მხოლოდ შემოდგომაზე სექტემბერში და შემდეგ და ამ გამოცხადების ლამის მეორე დღესვე პური გაძვირდა. ხორბლის და ფქვირის შემოტანა საქართველოში ეს არის ხელისუფლების კონტროლირებული ბიზნესი, ისე როგორც იმპორტის ყველა ძირითადი საგანი. ადამიანები, ვინც აკონტროლებენ ამ ბიზნესს, ესენი არიან სულ მაღლა ხელისუფლებაში, ცდილობენ ისე როგორც ყველა სხვა დარგში, რაც შეიძლება მეტი ფული ამოიღონ მოსახლეობისაგან. ზუგდიდის ნომერ 4 საპყრობილეში 453 პატიმარი არაადამიანურ პირობებში იმყოფება. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ზუგდიდის მეოთხე საპყრობილეში გეგმიური მონიტორინგი განახორციელა. დაწესებულება ერთ-ერთია, რომელზეც სახალხო დამცველმა თავის საანგარიშო მოხსენებაში ლიკვიდაციის რეკომენდაცია გასცა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, საპყრობილის საყოფაცხოვრებო პირობები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ინფრასტრუქტურა იმდენად მოძველებული და ამორტიზირებულია, რომ გარემონტებას არ ექვემდებარება. იმავე მიზეზის გამო შეუძლებელია მღრღნელებისა და პარაზიტების დაწესებულების ტერიტორიიდან გაქრობა. პრობლემას ამწოვებს ის ფაქტიც, რომ საპყრობილე გადატვირთულია. მონიტორინგის დროს საპყრობილეში 453 პატიმარი, მათ შორის 15 ქალი და 8 არასრულწლოვანი იყო განთავსებული, რაც დადგენილ ლიმიტს ბევრად აღემატება. საქმეში არსებული უჰაერობა და სიცხე კი პატიმრების ყოფას არაადამიანურს ხდის. ამასთან მათ წყალი დღის განმავლობაში მხოლოდ 3 საათით მიეწოდებათ. მოშლილია სამედიცინო მომსახურებაც. დოკუმენტაცია არასრულად და არასწორად არის წარმოებული.
პაციენტები ექიმ-კონსულტანტთა მიერ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ. ამ და სხვა ფაქტების გათვალისწინებით სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ზუგდიდის საპყრობილის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხები აუცილებლად უნდა გახდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს განსაკუთრებული ინტერესის საგანი. დღეს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი ოფიციალურად დაიწყო. მსურველება ნადირობისას თან უნდა იქონიო გადამფრენი ფრინველის მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის 10 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსაკრებლის გადახდა საქართველოს ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი. ნადირობა დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მეტრიან ზონაში აკრძალულია. ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებსა და ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 15 თებერვალს დასრულდება. ძალიან მოუთმელად ველოდებოდით სეზონის გახსნას და აგერ დავიწყეთ კიდევაც ნადირობა. გამოვდივართ ქალაქიდან მოცილებით, ადგილებია, სადაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ბელგიის გუნდს დაუპირისპირდა. თამაში 23 ქულიანის ხვაობით 63-86 ბელგიის ნაკრების სასარგებლო დასრულდა. შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა. ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეექვსე შეხვედრა ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. მუხლის ტრავმის მიუხედავად ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულიაც თამაშობდა. ბელგიასთან შეხვედრამდე საქართველოს შანსი ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე მოხვედრილიყო გაცილებით მაღალი იყო. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები საკუთარ მოედანზე ანგარიშით 63-86 დამარცხდა. თამაშის პირველი პერიოდი საქართველოს უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ამის შემდეგ ჩვენ გუნდს თამაში აღარ წაუვიდა. სამაგიეროდ ბელგიელების თითქმის ყველა ნასროლი კალათში ხვდებოდა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა იგორ კოკოშოვმა მარცხი საკუთარ თავზე აიღო. მან ასევე გუნდის დაღლილობაზეც ისაუბრა, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს არ ამართლებს ჩვენს დამარცხებას. ბელგიელებს წარმატებას ვულოცავ. ჩვენმა მეტოქემ დაცვაში ძალიან კარგად ითამაშა და შეტევაშიც არანაკლებ შთამბეჭდავი გახდათ. საქართველოს ნაკრების თამაშით იმედგაცრუებული და დაბნეული ვარ. არ მინდა რომ ბიჭებმა რაიმე ზეწოლა იგრძნონ. მარცხის მთელი პასუხისგებლობა მე მეკისრება. იმედი მაქვს რომ ეს საგება პირიქით მოტივაციას მოგვიმატებს, რათა დარჩენილ ორ მატჩში მოვიგოთ. გუნდის გარჯილ ყოფილი ვარ, ბიჭებს ვულოცავ, მათ დიდი საქმე გააკეთეს. მინდა განვაცხადო რომ მიუხედავად მარცხისა საქართველოს ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად რჩება. ჩვენ კი გამარჯვებამ ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე გასვლის შინებული შანსი მოგცა და მოტივაციაც საკმაოზე მეტი გვაქვს. სპორტის სასახლე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებით იყო სავსე. საქართველოს ეროვნული ნაკრები შინ 1999 წლის 27 თებერვალს იტალიის გუნდთან 64-15 დამარცხდა და მას შემდეგ 11 წელი საკუთარ კედლებში ქართველებს არ წაუგიათ. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებისა და ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს მაინც ინარჩუნებს. ამისთვის საჭიროა საქართველოს დარჩენილი ორი შეხვედრა პორტუგალია ბულგარეთს მოუგოს, ხოლო პოლონეთმა ერთი მატჩი მაინც წააგოს, რომელსაც ბულგარეთთან შინ და ბელგიასთან სტუმრად გამართავს. საქართველოს ნაკრებს მორიგი თამაშის გამართვა რამდენიმე დღეში პორტუგალიის ნაკრებთან მეტოქის მოედანზე მოუწევს. სწორედ ამ მატჩზე იქნება დამოკიდებული, გააგრძელებს თუ არა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ბრძოლას. ასეთი სხვაობით წაგება ჩვენმა ცუდმა თამაშმა და მეტოქის კარგმა გარჯამ განაპირობა. წინ ორი მატჩია და ვესტებით რაც ჩვენზეა დამოკიდებული ყველაფერი კარგად შევასრულოთ. თამაშამდე ყველაფერი ჩვენ ხელში იყო, იცი, სამი თამაშის მოგების შემთხვევაში. თავისუფლად გავდიოდით ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ და სამწუხაროდ ახლა ჩვენ ხელში არა დარჩენილი ორი თამაში და უნდა ვიცოდოთ ორივე მოვიგოთ, იცი, და სხვა თამაშების შედეგებს კიდე დაველოდებით. საქართველოს ნაკრებს მორიგი თამაშის გამართვა რამდენიმე დღეში პორტუგალიის ნაკრებთან მეტოქის მოედანზე მოუწევს. სწორედ ამ მატჩზე იქნება დამოკიდებული, გააგრძელებს თუ არა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ბრძოლას.